პერმანენტული კრიტიკის ფონზე ბრიუსელიდან პოზიტიური შეფასებები ისმის. საუბარია ევროკომისიის 2026 წლის ეკონომიკური პროგნოზის ანგარიშზე, სადაც საქართველო ეკონომიკური ზრდით ლიდერ პოზიციაზეა და მნიშვნელოვნად უსწრებს მოლდოვასა და უკრაინას. კანდიდატ ქვეყნებს, რომლებთანაც ბრიუსელი მოლაპარაკებების გახსნის ეტაპზეა. ანგარიშის თანახმად საქართველო მოწინავე პოზიციაზეა გასული წლების ეკონომიკური პარამეტრებითაც. პოზიტიურ შეფასებას ოფიციალური თბილისი ეკონომიკის ზრდაზე ორიენტირებული რეფორმებით ხსნის, თუმცა კიდევ ერთხელ მიუთითებს ბრიუსელის უსამართლო დამოკიდებულებაზე. აქცენტი კეთდება პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დროს პოზიტიური შედეგების იგნორირებაზე და ევროკავშირის მხრიდან ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით მოქმედებაზე. ევროკომისიის პოზიტიური ანგარიშის გავლენა საქართველოს საინვესტიციო იმიჯზე და გამოხმაურება ნახეთ მანანა დევაძის სიუჟეტში. ევროკომისიის 2026 წლის გაზაფხულის ეკონომიკური პროგნოზის განახლებულ ანგარიში საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის ლიდერობს. ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით წინა წლებთან შედარებით 2026-2027 წლებში საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება მოსალოდნელია, თუმცა მაჩვენებელი სტაბილურად 5.5%-ის ფარგლებში დარჩება. საქართველოსგან განსხვავებული ეკონომიკური მაჩვენებლებია ევროკავშირის კიდევ ორ კანდიდატ ქვეყანაში, რომლებიც ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნისთვის ემზადებიან. ანგარიშის მიხედვით მიმდინარე წელს უკრაინაში ეკონომიკა 1.5%-ით, მოლდოვაში კი მხოლოდ 2%-ით გაიზრდება. ევროკომისიის ანგარიში ხაზგასმულია, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი, რთული გეოპოლიტიკური გარემო და ამერიკის ტარიფებთან დაკავშირებული გაურკვევლობა ევროკავშირის ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ეკონომიკურ ზრდაზე მნიშვნელოვან ზეწოლას ახდენს. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს პროგრესს, სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას უკავშირებს და უახლოეს მომავალში ეკონომიკის კიდევ უფრო ზრდას პროგნოზირებს. პროგნოზის ზრდა განაპირობა პირველი კვარტალის მონაცემებმა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 5.5%-იან მაჩვენებელსაც, ანუ გაზრდილ მაჩვენებელსაც მნიშვნელოვნად გადავაჭარბებთ, რაც წარმოადგენდა ევროკომისიამ. ჩვენ გვაქვს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, სათანადო და საგადასახადო სისტემა, გვაქვს ძალიან ეფექტური გუნდი მთავრობაში და თქვენ იცით, რომ ძალიან კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა კორუფციის აღმოფხრის მიმართულებით, განსაკუთრებით ზედა დონეზე ამ 1 წლის განმავლობაში. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, პირდაპირ აისახება ეკონომიკურ ტენდენციებზე. ინვესტორებში არის მაღალი ნდობა ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ, ჩვენი ხელისუფლების მიმართ და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დამატებით ხელშეუწყობს ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებას და დამატებით ტემპის გაზრდას. ევროკომისია ანგარიში 2025 წელსაც აჯამებს და აქცენტს საქართველოს მაღალ 7.5% ეკონომიკურ ზრდაზეც აკეთებს. მათი პროგნოზით მიმდინარე წელს ევროპის ქვეყნების მსგავსად ინფლაცია საქართველოშიც მაღალი იქნება, თუმცა 2027 წელს ეტაპობრივად შემცირდება და მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს მიუახლოვდება. დოკუმენტის მიხედვით ეკონომიკური ზრდის განახლებული მაჩვენებლები ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე ძირითადად საწვავის და ენერგომატარებლების ფასების მატებითაა განპირობებული. ქართული ოცნებისთვის საქართველოს პროგრესის მხოლოდ ანგარიშებში აღიარება საკმარისი არ არის და ევროკავშირის მხრიდან ამ მაჩვენებლების პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში ასახვას ელის. ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველოს ეკონომიკურ პროგრესს გახარიას გუნდი ამჩნევს, თუმცა უკმაყოფილოა იმით, რომ ეკონომიკური ზრდა საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე არ აისახება. გლობალურ პოლიტიკის შედეგად, რაც შეიქმნა ჩვენს რეგიონში, საქართველოში ეკონომიკური, ასე ვთქვათ, ზრდა ნამდვილად შეინიშნება, მაგრამ ჩვენ და სამწუხაროდ ეს ეკონომიკური ზრდა არ აისახება ჩვენს რიგით მოქალაქეებს. ეს ეკონომიკური ზრდა აისახება მხოლოდ ოცნების, ასე ვთქვათ, ჩინოვნიკებზე, ოცნების წარმომადგენლებზე, მათთან დაკავშირებულ ბიზნესებზე. ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ პარალელურად ჩვენ ვხედავთ გაზრდილ ფასებს. მედიკამენტებზე, სურსათზე, საწვავზე. ეკონომიკის ზრდა პირდაპირ არის მიბმული ქვეყანაში მშვიდობაზე, უსაფრთხოებაზე, რისაც ხდება ახლა უკრაინაში. აქ რომ ხდებოდეს, რომ დაგვეჯერებინა მავანთათვის და ის ხდებოდეს უკრაინაში, რაც ხდება, როგორ გონეთ ხა ეკონომიკური წინსვლა 5, 6, 7 და 8 იქნება? მათ შორის ევროპის ქვეყნებსაც ეხება. იქაც არასტაბილური ვითარება, თვითონ ისინი აქვეყნებენ ევროპის ინსტიტუტები. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, რომ ამ deep state-მა, იგივე ევრო ბიუროკრატიამ შეათრია ეს სახელმწიფოები ასეთ კრიზისში. ეს არის ევროკომისიის მხრიდან ირიბი აღიარება, რომ ქვეყანას აქვს სწორი პოლიტიკა, სწორი ეკონომიკური თუ საგარეო პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, სწორედ ეს
განაპირობებს იმას, რომ იმის ფონზე რაც ხდება სხვა კანდიდატ ქვეყნებში, იმის ფონზე რაც ხდება ამ რეგიონში, ქვეყანა ვითარდება, იზრდება წლიდან წლამდე ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა. ამავე დროს არის დასანანი უბრალოდ, რომ ხდება სრული იგნორირება ამ ეკონომიკური მონაცემების, როდესაც საქმე მიდგება კონკრეტულად პოლიტიკასთან და პოლიტიკა წყდება, პოლიტიკური ურთიერთობები განისაზღვრება ევროკომისიის მხრიდან კონკრეტული ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს არ დარჩება უბრალოდ ასეთ ეკონომიკურ მათი მხრიდან ეკონომიკურ ციფრებად და კონკრეტულ პოლიტიკაშიც გადაითარგმნება. ევროკავშირში გაწევრიანებისათვის გაცილებით უფრო კარგი მონაცემები გააჩნია საქართველოს ვიდრე ნებისმიერ კანდიდატს. თუ კი ეს არ აისახება პოლიტიკურ განცხადებებში, ეს ნიშნავს, რომ მიზანი სხვა არის და არ ითვალისწინებს რეალობას. ამ პოლიტიკურ ამოცანას მიყვება ჯგუფი კაია კალასი იქნება ეს კობილიუსი თუ იეკნევიჩოვანი, მათ სხვა გეგმები აქვთ, სხვა ამოცანები აქვთ და არ აინტერესებთ არც ევროპული ინსტიტუტის კვლევები. ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველოს გაზრდილი ეკონომიკური მაჩვენებელი იმის დასტურია, რომ რეგიონის და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე საქართველომ სტაბილურობის შენარჩუნება შეძლო და ინვესტორებისთვის დღემდე მიმზიდველ სახელმწიფოდ რჩება. ასეთია ეკონომიკის ექსპერტების პოზიცია. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დეკანის ვახტანგ ჭარაიას შეფასებით, ბრიუსელისთვის საქართველოს ეკონომიკური პროგრესი პრიორიტეტული არ არის, რადგან მისი აზრით ევროკავშირთან თანამშრომლობა არა კანდიდატი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე, არამედ პოლიტიკურ დღისწესრიგზე გადის. საქართველოს მოახერხა არაუბრალოდ ეკონომიკური ზრდის დაფიქსირება, არამედ ის პოზიციონირებს ამ შემთხვევაში როგორც სტაბილურობის და სიმშვიდის ერთ-ერთი ცენტრი. განსაკუთრებით ირანში არსებული დაპირისპირების ფონზე და რა თქმა უნდა უკრაინაში არსებული ომის ფონზე, როდესაც საქართველოში ინვესტორები უფრო მეტი სიამოვნებით ჩამოდიან, განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, იქნება ეს უკრაინა თუ აღმოსავლეთ ევროპის სხვა წარმომადგენლები, საქართველო არის სტაბილურობის სივრცე. ამ დროისთვის ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი ოფიციალურად შეჩერებულია, თუმცა დღეს არსებული სტატუს-კვოს ფონზე ქართული ოცნება დარწმუნებულია, რომ საქართველო 2028 წელს ბრიუსელთან მოლაპარაკებების გახსნისთვის 2030 წელს კი მზად ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის იქნება.